გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის 10 ივნისი სამშაბათი და ფედერაციამ გაგვიკეთა ესეთი საჩუქარი, ვინც გამოვა პროფესიონალებში შეჯიბრზე და ლიცენზიას აიღებს, კვირაში 1 საათი ექნება, დაუფინანსდება ვარჯიში. ეს ძალიან მაგარი შვებაა რა ჩვენთვის ყველასთვის. შეგვიძლია ძალიან მაგარი საჩუქარიც დავარქვათ. ხო და ეხა მოვედი ბოქსში, ჩავრთე გრელკები, ეხა არის 12:30. ხო და გაცხელდება საბურავები და ნელ-ნელა გავალ დავიწყებ ვარჯიშს. 12 საათზე იწყება ჩვენი სესიები. დღეს გვაქვს 4 სესია, 15 წუთი თითო. ხო და ძალიან კაია რა ეს სიწყნარეში, მარტო რო ხარ, არავინ ნერვებს არ გიშლის, ზედმეტ კითხვებს არავინ არ გისვამს, კონცენტრირებული ხარ შენ თავზე, შენს მოტოციკლებზე და ტრეკზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი თუ გინდა რომ განვითარდე, ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ბოქსში უნდა იყო მარტო. რაღაც ეტაპამდე კი, კაია, მაგრამ უკვე რომ წამებს ეჭიდავები და ორ წამს ეჭიდავები, იქ უკვე ჯობია წყნარად იყო და კონცენტრირდე შეჯიბრზე და ვარჯიშზე და განვითარებაზე. კიდე ერთი მთავარი რა, ამ სფეროში, ყველგან, მაგრამ ამ სფეროში განსაკუთრებით მთავარია დისციპლინა. დისციპლინიდან იწყება ყველაფერი. თუ ვარჯიშებზე აგვიანებ და ესე არასერიოზულად უდგები ამ ყველაფერს, ადრე თუ გვიან თავს გამოიჩენს რა ეს ყველაფერი და ჩაგივლიან ქორივით. ხო, ხალასტოში. კიდე? სართანია ჩემნაირი იყიდა, ოღონდ იმენა ტრეკისთვის გამზადებული რა. ხო და ეხა ინტერესებს დავკროგავო ერთი შენითო. სტოკი მაინტერესებს როგორიაო. მოკლედ მეგობრებო, პირველად ვიყავი ეხა შესული, ამ წამს გამოვედი და ჩემი აზრით ძალიან მაგარი დრო უნდა მქონდეს და ვნახოთ. ერთი შევაერთებ ლაპტაიმერს და ვნახავ. შენი გრუბია? აი დაბლებზე 4-ის ქვემოთ. ხო. აი იმენა ზაგზაგი ხარ. ნახოთ. თუ სპორტული კარზინა უყენია, ეგეთი იქნება. ხო და რას ვამბობდი? ეხა შევაყენებ გრელკებზე მოტოს. აუ ძალიან მაგარი დრო უნდა მქონდეს რა, გული მიგზნობს. ხო და მე მივაერთებ იმას და ვნახოთ. ლაპტაიმერს ნახავ, რა დრო მქონდა. გრელკებზე დავაყენო. ერთი პრობლემა ის მაქვს, რომ ანუ საწვავი არ ვიტყვი რომელ გაზგამს სამართზე, მაგრამ მე კომენტარებში მეტყვით და თუ ბევრი მეტყვით ვიტყვი ბოლოს. მოკლედ დავაყენე, ჩავასხი ერთ-ერთ გასამართზე, არ არის ეს პირველი შემთხვევა რა. და მეც პრობლემა მაქვს და ვინც ჩაასხა ჩემი საწვავი. ერიკამ ჩაასხა, იმასაც ანალოგიური პრობლემა აქვს. მაღლებზე ცოტა გუდავს მოტოციკლი. ანუ მაღალ აბაროტზე ვერ მიდის რა. თითქოს 600-იანიაო, თითქოს ტრექშენი გერთვებაო, აი რაღაცა ეგეთი ისაობს. და ვერ მიდის. ხო და ეგ მაქვს ახლა გასარკვევი რისი ან ვისი ბრალია. პირველი შესვლისთვის და მიხანა რომ ფათასზე გადაჭდა, მანდიდან გამომდინარე. ძალიან მაგარი თუ თვითონაც იქნება ჩემი აზრით. პროპელერი დაწეული მაქვს პროგრამულად და მაგიტოა ჩართული, რეალურად არ არის ცხელი.
წუთი 48-7 საუკეთესო. წუთი 49, მოკლედ 54, 50, 51, 49, 48. თან გავჩერდი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან. უკეთეს პირველ შესვლაზე ვერც ვინატრები. ხა წავალ. იქით გადავალ ერიკას ბოქსში. დავისვენებ და მე შევალ კიდე 3 სესია დამრჩა, მაგრამ უკეთეს დროს ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ უკვე სრიალებს უკანა საბურავი და არ ღირს მეტის გარისვა. მაგრამ უკვე ვიცი 3 წამის ჩამოგდება საჩემიძლია. ასე რომ მაგარი ზაფხული გვერის. დროებით. ეხლა შემოვედი მეორე სესია ვიარე. ზედმეტად სრიალებს საბურავი და არ ვაწვალე, ვიკატავე. ისევ სტაბილურად წუთი 48, წუთი 49 ისე მაქვს. იმ დონეზე მაქვს წუთი 48 ისეთ პირობებში, რომ აი ცხვირით ვთქვათ ჩვეულებრივად რა, არანაირი ყოველგვარი ზედმეტი დაღლის გარეშე მაქვს. წუთი 48. ფიქრობ 47 სტაბილურად რო ვიარო მეორადი სლიკებით და აი ესეთი რა, უბრალო საბურავებით არ გამოვრიცხავ, რომ წუთი 45-ში ახალი საბურავებით ვიარო. მანამდე ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ წუთი 47 უნდა დავასტაბილურო და მერე ვნახოთ რა იქნება. ეხლა გავდივართ მესამე სესიაზე. კოდუა მოვიდა, რობანა მოვიდა. მე მესამე სესიას ვივლი. ისევ სტაბილურად 48-ში ვივლი, არ დავიწყებ დროსთან ჭიდილს, უფრო ტექნიკაზე და სხვადასხვა რაღაცებზე ვივარჯიშებ, იმიტომ რომ მაინც ის არის სუბსიდირებული არა ეს დრო და უფასოდ გვაქვს. ფედერაცია იხდის 1 საათს პროფესიონალურ მრბოლელებზე, ვისაც ლიცენზია აქვს და ვინც შეჯიბრზე გამოვა. ხო და არსად არ მეჩქარება. ტორმუზე ვივარჯიშებ, ჯდომის პოზიციაზე ვივარჯიშებ, ტრაექტორიებზე ვივარჯიშებ, ხედვაზე ვივარჯიშებ. ნუ მოკლედ ბევრი რაღაცა დასახვეწე. სტაბილურ 47-ს რომ მივეჩვევი, აი მერე უკვე შეიძლება რამეზე ფიქრი. მანამდე ისევ საპრიზოზე, ჩემი აზრით პლუს მინუს საპრიზოზე ვბრძოლობ. აი, წავედი და რომ ვრჩები, ნახოთ, აბა მაინც ნახოთ რა დროში ვივლი. ეხლა შემოვედი, მესამე სესია ვიარე, მაგრამ აზრი აღარ აქვს ამ სიარულს. ტექნიკაზე თუ ვივარჯიშებ რა, ოდნავ ზედმეტკას ვაძლევ თუ არა, აპექსიდანაც უსაფრთხო დონეზე როცა ვარ, უკვე ციგა ძალიან სრიალებს. ხო და არ ვიცი ეს რისი ბრალია გადახურდა თუ საერთოდ შეუსრულდა 300 წელი. შემდეგ მოსვლაზე შევხედავ თუ ისევ ის ექნა პირველ შესვლაზე. მერე ალბათ შევატრიალებ, იმიტომ რომ ვიცი პროტექტორი კაია. თუ არა მერე შევცვლი. მაქვს კიდე 2 წყვილი. ნოდო მახვილაძის ტავარი. აბა ნახოთ ახლა დროში არის 48-49 უნდა მქონოდა და სტაბილური ისევ ოღონდ აი საერთოდ არ ხსნიდი გას რა, ის საერთოდ. ეს 53-ში ვიარე ერიკას რომ ვიყვებოდი უკან. ანუ ერიკა დადის 53-1-52-ში რა, აი შემთხვევაში. მე ვიარე 48 არა ეს ბიჭო წინასწარ, რაიც 13-57, აი ეს არის.
ეს არის ბოლო. ხო, ეს არის. ეს არის რომელი საათია? 14 საათის უნდა იყოს. კი, 14 ეს არის. კი, მართალია. 49, 48, 49. ხადამჭა. კიდე ერთი შესვლა. მაგრამ ვეღარ შევალ, ძალიან დაღლილი ვარ. და აზრიც არ აქვს შესვლას რა ჯობია. ეს ტორმუსი გავაკეთო. ხამუთი დავუყენო ჰაერს რო იღებს. და არ ვიცი, უკანა საბურავს დავტოვებ ჯერჯერობით და მერე გადავხედავ კიდე. შემდეგ მოსვლას. აბა, დროებით. რა ხდება 27-ე ბოქსში? ეს გადავიდა. ყველაზე მაგარი დრო ძმაო. 14 წამი გამინდა. 2.25. ჩემ დონემ 48 მეგონა. მე რითი ხარ? სტანდარტული შიფტერი. ეს არის ტრანსპორტერიდან გამოყვანილი მოტოციკლეტი, ZX-10 R არ არის, ეს არის RR, რომელიც ღირს 3 თირკმელი. მაგარი მოტოა. ეხა პატრონმა იყიდა ტრეკის რაღაცეები და ჩამოუვა დააყენებს, მოიხოდება. თავარია ვარჯიში. ეს ერიკას ხაფანგი. ხო, ეხლა უნდა გაჩვენოთ ტრეკის R1, რას ნიშნავს? აი, ეს არის ნამდვილი ტრეკის R1 და არა ჩემი სტოკი მოტო. ვინც ერკვევით, კი მიხვდებით. მერე თუ გენდომებათ, ცალკე დეტალურად გადავიღებ. ქვედა ბელიფანი მოხსნილი აქვს. ესეც ეს R6-იც ამის პატრონის არის R1-ის. ამით ვარჯიშობს ჯერჯერობით. მერე გადავა ძიმე არტილერიაზე და ეს კი ჩვენი გმირი ერიკა. მოვიდა, ერასტი მოვიდა. ზადნი არა აქ? არა და ტრეკის მოტოს ნოშკა არ უნდა კონდეს. ერიკ რა დრო გქონდა? 53 სტაბილური? შვენიერია. უნდა 12-იც იყო, მაგრამ სტაბილური 13. ძალიან კაი. როგორ იმუშავა საბურავი ნახება? აქედან როგორ იმუშავა? 65-ია საბურავი. ხო, მაგრამ შესატრიალებელია უკვე. აქ ნახე, იამკა აქ ეს ჩაღრმავება. ალღა აქ ისე. всё, აღარ გავიქცეს. ო, არა, ნახე. ეს უკვე TTX-ია. აი, მეც მინდა. ესენიც მინდა. ესენი ხო ძვირი ტრეკი. ყველაფერი გინდა, მაგრამ ცოდო ხარ მარტო რა. სპონსორის გარეშე. მაგარი მოტოა ძალიან. ცოტა ჩქარია. სტორ მონაკვეთზე ჩემთან შედარებით ცოტა ჩქარია. კოდუა სად არის? კოდუა არ შემოვიდა? აი კოდალაც მოვიდა. აბა რა დრო ქონდა? +/- 49-50-ში დადის.
დავდივართ. მაგარი ჯახი იქნება. ოპტიმალური მექნებოდა წუთი 49 მაინც რა 26. ხო, ეგ ხონდა საუკეთესოც. ხო, საუკეთესო წესი. ძალიან კაი. მეოთხე სესიას ვეღარ ვივლი, ძალიან დავიღალე და ეხლა ნელ-ნელა წავალ სახლში. ნახდი ნოდარებია, ნახდი מחვილაძეებია. მოკლედ დღევანდელი დღე დავასრულეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან. არ ველოდი ესეთ დროებს. ეხლა გავაჩერებ მოტოს, დავაპარკინგებ და ხუთშაბათს წავალთ კარტინგის ტრასაზე პიტბაიკით ვივარჯიშებ. ღამის სესიაზე. აბა დროებით.